მე მინდა გითხრათ რომ არა თუ გამოძიების პერიოდში დაკავებისთანავე, როდესაც მამა გიორგი დააკავეს აეროპორტში, ამას პროცესუალურად და იურიდიულად ქვია დაკავება, თორე ის მოიტაცეს, იმიტომ რომ ესე არ ხდება ადამიანის დაკავება. მანქანაშივე სანამდე მიიყვანდნენ მთავარ პროკურატურაში იქ მყოფმა პირებმა, რომელიც მე ვიცი და თვითონაც რაღაც გარკვეული ინფორმაციის შემდეგ მივაღწიეთ, რომ ესენი იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ძალიან კატეგორიულად თხოვდნენ მამა გიორგის, რომ მას მოეხსენებია და ჯგუფთან ერთად დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ ამ ყველაფრის, საუბარი იყო, რომ შენ ხო იცი რისთვის ხარ დაპატიმრებული, შენ აპირებდი პატრიარქის მოწამვლას და შენთან ერთად ამ საქმეში ჩართული იყო მეუფე დიმიტრი და სოსო ხანაშვილი. ეს თავიდანვე ესე დაიწყო. ხოლო თორე რაც შეეხება გამოძიების პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა მამა გიორგის დაკითხვა, არა საოქმო ჩანაწერი არსებობს, უბრალოდ საუბარი როცა მიდიოდა ჩვენი თანდასწრებით, რომ იქნებოდა ყველაფერი მისთვის შემსუბუქებისკენ მავალი ეს თავისი წაყენებული ბრალი, თუ ის იტყოდა იმ ჯგუფის წევრებს, რომელზეც არსებობდა ეჭვი, მამა გიორგი არ მონაწილეობდა მარტო. და არაერთხელ ითქვა მეუფე დიმიტრიზე, ისევ სოსო ხანაშვილზე და გარკვეულ პირებზე. ბოლო წუთამდე ბატონო მიხეილ, აი ამ სასამართლო სხდომაზეც ბოლო წუთამდე შეიძლება ითქვას, რომ ან თუნდაც ამ წუთამდე მიდის დეკანოზის დამუშავება, რომ მან თანამონაწილედ დაასახელოს პატრიარქის ძმისშვილი მეუფე? იცით რა არის ეს წუთები უკვე დამთავრდა იმის შემდეგ, როდესაც მას ბრალი დაუმძიმეს. იმიტომ რომ მე მოგახსენებთ, რომ 100 მერვე მუხლით ჰქონდა მას ბრალი წაყენებული, ხოლო კიდე მინდა ხაზი გაუსვა, პროკურორი არაერთხელ იძახოდა, რომ მისი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მტკიცებულებებთან და ეს იყო წინაპირობა, რომ იქნება მას რაღაცა გარკვეული ნაბიჯი გადაედგა და დათანხმებოდა ყველაფერი იმას, რასაც ითხოვდა პროკურატურა. შესაბამისად, როგორც მამა გიორგისგან პირველ რიგში ამ კითხვებზე იყო ძალიან დიდი პროტესტი, იმიტომ რომ მე მინდა გითხრათ, რომ იქ არა მარტო მეუფე დიმიტრიზე და სოსო ხანაშვილზე, საერთოდ საპატრიარქოსში და ცხოვრების წეზე ვინ არის, ძალიან ისეთი კითხვები იყო, რომელიც არანაირ შემხებლობაში არ იყო საქმესთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან დიდი პროტესტი ჰქონდა და არაერთხელ დაგვიფიქსირებია, რომ ეს არ გავს იმას, რაც თქვათ გამოძიების